გარემოსდაცვითი ზედმხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლო პერიოდში წიწვოვანი ხემცენარეების მოპოვებისა და ტრანსპორტირებაზე მკაცრ კონტროლს აგრძელებს. რეგიონებში 24 საათიანი უწყვეტი პატრულირება ხდება, თბილისში კი აქტიურად მოწმდება ძველი სპორტის სასახლის, ვაგზლის, მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიები, სადაც ნაძვები და ტოტები იყიდება. რას გულისხმობს სლოგანი ნუ მოჭრი ნაძვ და როგორი იქნება ეროვნული სატყეო სააგენტოს რეაგირება დარღვევებზე. აღნიშნულ თემაზე ვისაუბრებთ ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა აღდგენის დეპარტამენტის ტყის დაცვის სამმართველოს უფროსთან გიორგი მამადაშვილთან. მოგესალმებით ბატონო გიორგი, ძალიან დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. მოგესალმებით, პირიქით მადლობა მოწვევისთვის და ამ საკითხით დაინტერესებისთვის მიესალმებით თქვენს მაყურებელს. ბატონო გიორგი, როგორც ვიცით და აღვნიშნეთ, წინასაახალწლოდ წიწვოვან ხემცენარეების მოპოვება, ტრანსპორტირება კიდევ უფრო მკაცრდება. პირველ რიგში გვითხრით, რას გულისხმობს ეს გამკაცრება და რა კონკრეტული ღონისძიებები ტარდება და გატარდება? დიახ. გამკაცრდა ფაქტურად სანქციები, კერძოდ უკანონო მოპოვება, ტრანსპორტირება და შემდგომ რეალიზაცია ჯარიმდება არასათანადო დოკუმენტაციის შემთხვევაში 2000 ლარით, ეს არის პირველი ჯერი, ხოლო თუ მოხდება იგივე ადამიანის მიერ განმეორება, ამ შემთხვევაში უკვე აღიძვრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. თუმცა ამაზე არ სრულდება, ასე ვთქვათ, დაჯარიმება პიროვნების, რადგან თუ მოხდება ასე ვთქვათ, გარემოზე მიყენებული ზიანის დათვლა და თუ შედეგი, ასე ვთქვათ, ეს მიღებული ზიანი გადააჭარბებს 1000 ლარს ან მეტს, დაემატება უკვე ჯარიმას 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთად, ხოლო თუ ამაზე მეტი არის გარემოზე მიყენებული ზიანი, კერძოდ 3000 ლარი და მეტი, უკვე თავისუფლების აღკვეთა მოხდება 5-დან 7 წლამდე. ეს არის გამკაცრებული სანქცია. ეს კანონდარღვევა გულისხმობს როგორც ადმინისტრაციულს, ასევე სისხლის სამართლებრივ დარღვევას. ხო, საკმაოდ მკაცრი შეფასება ექნება ამ დარღვევას. ამ შეზღუდვების აღსრულებაზე და დანაშაულის გამოვლენაზე რომელი უწყება არის ჩართული? და ვის პასუხისმგებლობაშია ეს? დიახ, ზოგადად ვინც კი ის უწყებები, რომლებიც აი ამ აქციას უერთდება ფაქტიურად ნუ მოჭრი ნაძვს, აქ არის გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ეროვნული სატყეო სააგენტოს და ასე შემდეგ. ეს არის მთელი გარემოსდაცვა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოწოდება, ასე ვთქვათ, რის საფუძველზეც მოხდა უკვე სანქციების გამკაცრებაც. შესაძლო პრევენცია როგორ ხდება? რა კამპანიას აწარმოებს როგორც სახელმწიფო, ასევე თქვენი სამსახური? კამპანია სხვადასხვა ტიპის გვაქვს, მაგალითად, ეს არ მოიაზრებს მხოლოდ ნაძვს, უბრალოდ ამ კონკრეტულ შემთხვევაში რახან საახალწლო დღესასწაული გვიახლოვდება. სხვა შემთხვევაში გვაქვს არაერთი სხვადასხვა ხის ჭრასთან დაკავშირებული, ასე ვთქვათ, მესიჯები, ინფორმირება მოსახლეობის მსგავსი ტელემედია საშუალებებით, ასევე სოციალური ქსელებით, უკანონო ხე-ტყის მოპოვებასთან დაკავშირებით, თუ როგორ მკაცრდება სანქციები თუნდაც წლიდან წლამდე. შესაბამისად, მთელი სამინისტრო არის ამაში ჩართული და ვცდილობთ მაქსიმალურად შევამციროთ ტყეზე ზიანი. კი ბატონო, ბოლო წლებია აქტიურად ისმის თქვენი სამსახურიდან, რომ ნუ მოჭრი ნაძვ ეს სლოგანი უკვე აქტიური ეს არის და მომხმარებლებიც ვფიქრობ, ასე თუ ისე ადამიანების ცნობიერება ამ კუთხით ამახდა. თქვენი მხრიდან როგორი არის შეფასება ამ ეტაპზე, რა მდგომარეობაა, თუ ამახდა საზოგადოების ცნობიერება და სწორედ თქვენ აღნიშნეთ, რომ წლიდან წლამდე მზარდია ეს სტატისტიკა, რომ გითხრათ როგორ არის? დიდი მადლობა ამ კითხვისთვის. ჩვენ ასევე იმ სხვა მოწოდებებთან ერთად ასევე ვუხსნით და ინფორმაციას ვაწვდით, რომ თქვათ ხელოვნური ნაძვის ხე, რომელიც სხვადასხვა ფასის და ხარისხის უკვე მოიპოვება ქართულ ბაზარზე, ძალიან კარგი შემცვლელია ამ, ასე ვთქვათ, ბუნებრივი ნედლი ნაძვის. შესაბამისად, იმ ერთი დღის ან ერთი კვირისთვის ლამაზი კუთხე რომ შევქნათ ჩვენ ოთახში, სახლის რომელიმე ოთახში, არ ღირს იმათ თუ რა ზიანიც ადგება ტყეს. იმ სხვა ყველა მოწოდებასთან ერთად სწორედ ამასაც მოუწოდებთ მოსახლეობას. ხოლო რახან ტენდენცია ახსენეთ თვითონ რასაც ვაკვირდებით ჩვენ წლიდან წლამდე, სწორედ ასეთი მოწოდებებით თქვენი მას-მედიის და სხვადასხვა ვიდეო რგოლების დახმარებით ძალიან გვეხმარებიან და ეს ასე ვთქვათ აისახება სწორედ იმ შესყიდვებზეც იკლო, ასე ვთქვათ, ცოცხალი ნაძვის შესყიდვა, მით უმეტეს, როდესაც მხოლოდ მოჭრილი ნაძვი ან ტოტი იყო გაყიდვაში.
და იმატა ხელოვნური ნაძვის შესყიდვამ. ცხადია მოსახლეობას ასევე შეუძლია იყიდოს ცოცხალი ნაძვიც, მაგალითად ხო, ესეც ქოთანში საინტერესოა, ვისაც ახალ წელს სურს, რომ ბუნებრივი ნაძვის ხე გქონდეს, მაინც როგორ შეუძლიათ ამ სურვილის დაუკმაყოფილება ამ შემთხვევაში? არსებობს უამრავი სანერგე მეურნეობა, არსებობს ასევე ოფიციალურად კერძო საკუთრებიდან, რომ პიროვნებამ მოახერხოს გაყიდვა, მისივე ასე ვთქვათ, გაშენებული ნაძვით, სხვადასხვა მეთოდით შეიძლება ამაზეც მოუწოდებთ ხოლმე, ან რეკომენდაციასაც გავცემთ, როგორ შეიძლება კერძო მესაკუთრემ წამოიწყოს მცირე ბიზნესი, დააკალმოს ან თესლის აღმონაცენით, თქო, გაზარდოს შემდეგ ნაძვი, ან სოჭი, ფიჭვი და ასე შემდეგ, რისი გაზრდაც სურს და ამის უნდა იყოს შემდეგ თუ რეალიზებას უპირებს. ხო, გარკვეული საბუთები არის საჭირო. მოდით დავკონკრეტდეთ და უფრო ცნობიერება ავამახლოს სწორედ ამ ადამიანების, ვისაც სურს, რომ ბუნებრივი ნაძვი ჰქონდეთ, რა საბუთები უნდა წარადგინოს მეწარმემ ან სანერგე მეურნეობამ, რომელსაც სურს, რომ ნაძვის ხის რეალიზაცია მოახდინოს. თავად გაყიდვისას ნერგს სჭირდება ადგილწარმოშობის ცნობა. ხოლო ეს ცნობა რომ მოახერხოს მისმა მეპატრონემ რომ გასცეს, ამისთვის მან იგივე თავისი ბიზნესის დასაწყისიდანვე უნდა კომუნიკაცია მოახდინოს ადგილობრივ მუნიციპალიტეტის მერიასთან, ჩააყენოს საქმის კურსში და აიღოს შესაბამისი სერტიფიცირება, რომ ოფიციალურად შემდეგ მოახერხოს რეალიზება და იმ ადგილწარმოშობის ცნობის გაცემაც. შესაბამისად ძალიან მარტივია. თავარია იცოდეს რა ეტაპები აქვს გასავლელი. კი ბატონო, აი ჩვენი ეთერის მეშვეობითაც რომ გავაჟღეროთ, ნუ მოჭრი ნაძვს, რატომ არ უნდა მოჭრას კიდევ ერთხელ ავუხსნათ მაყურებელს, რატომ არ უნდა მოჭრან ბუნებრივი ნაძვის ხე და რატომ უნდა ჩაანაცვლონ ხელოვნურით რომ ავხსნათ, გაქვთ საეთერო დრო თქვენს. ნუ მოჭრი ნაძვს, მეც გავიმეორებ ამ ფრაზას. ძალიან ბევრი მიზეზია ამისთვის, დაწყებული იქედან რომ კლიმატის ცვლილებამ ძალიან ბევრი სირთულე წარმოშვა ჩვენს ტყეებში. თქვენ კარგად მოგეხსენებათ თუ რაოდენ ვამაყობთ ჩვენი ბუნებრივი ტყეებით, რომლებსაც აქვთ ძალიან დიდი თვითაღდგენის უნარიც, თუმცა აი ამ კლიმატური პირობების ცვლილებამ, ადამიანის ასე ვთქვათ, არასწორმა ჩარევამ, ტყის ხანძრებმა, რომელშიც ასევე ადამიანიც არის უმეტეს შემთხვევაში გარეული. ძალიან ბევრმა ფაქტორმა იმდენად საფრთხის წინაშე დააყენა ჩვენი ტყე, რომ ეხლა ჩვენ ვცდილობთ სრულიად გარემოს დაცვის სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს ტყეს. შესაბამისად, ეს არის ძალიან დიდი მთავარი მესიჯი, ნუ მოჭრი ნაძვს, სწორედ იმისთვის, რომ ტყეში რაც იზრდება ბუნებრივად, ისიც შევინარჩუნოთ და არ ვახლოთ ხელი და ამავდროულად წავეშველოთ და ჩვენივე რამოდენიმე დეპარტამენტს სწორედ იმაზე მუშაობს, რომ გაშენებაც მოხდეს. ხოლო ასევე მოუწოდებთ მოსახლეობას, რომ საკმაოდ ლამაზი არის ხელოვნური ნაძვის მორთვა და ამითი გალამაზება იმ საახალწლო დღეების, რაც უმეტეს შემთხვევაში ბავშვებს უფრო უხარიათ და მათთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ნაძვი იქნება ბუნებრივი თუ ხელოვნური. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი ამას გაითვალისწინებს და ნამდვილად არ მოჭრის ნაძვს, ბუნებრივ ნაძვს და რა თქმა უნდა მიმართავს ხელოვნურ ნაძვის ხეს და ასე გაახარებენ თავიანთ პატარებსაც. მადლობა დაგემშვიდობებით. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მაყურებელს, რომ ნუ მოჭრით ნაძვს, რადგან ეს მავნებელია ჩვენი გარემოსთვის პირველ რიგში. ეროვნული სატყეო სააგენტოს ტყის მოვლა აღდგენის დეპარტამენტის ტყის დაცვის სამმართველოს უფროსი გიორგი მამადაშვილი იყო ბიზნეს პოსტის სტუმარი.